რაღაცნაირად გამოვიდეს, არ გამოვიდა რა მოდი ესე ვთქვათ რა ის რაც ხონდა დაგეგმილი და შესაბამისად დაწმარდეს და ის ეს არ მოიწურა ვადა თქვენ როგორც აქცია. სისტემატურად პირდებოდა დამფუძნებლებს რომ ის მოიტანდა ამ თანხებს, თუმცა უშედეგოდ. ის ყოველთვის გაუგებდა მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. მას დათმობლად განემარტა რომ სანამ ის არ მოიტანდა მოპარულ თანხებს, არც ერთ-ერთს არ მიიღებდა მათთვის კომპანია დაფინანსების სახით. რამაც გამოიწვია ეროსის ჯიბის გაცარიელება და ტელეკომპანია მაესტროსთვის ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა. ამას მოყვა მთელი დიდი სპეკულაციები მის თაობაზე, რომ ის მოიტანდა თანხებს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტის პირობები იქნებოდა გადახედილი და აყენებდა ახალ მისთვის სასურველ მოთხოვნებს. ტელეკომპანიის ფუნქციონირება, რომლის შეწყვეტილი იყო მაკა ასათიანმა როგორც დამფუძნებელმა, გადაწყვიტა პირდაპირ დაფინანსების გზით მოეხდინა მაესტროს ნორმალური მაუწყებლობა, რაც გამოიხატა როგორც ტექნიკის შეძენაში, ასევე ტელეკომპანიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სხვა დაფინანსებაში, რამაც დღის მდგომარეობით საბოლოოდ შეადგინა $3 მილიონ-ზე მეტი. ამდენად ეროსი კიცმარიშვილის მიმართვა ჟურნალისტების მიმართ რომ ის უხდის მათ ფულს, თავი რომ დავიდავანებოთ ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ შეურაცხყოფას ამორალურიც კი არის. იმის ნაცვლად რომ ეროსი კიცმარიშვილს დაებრუნებინა ეს თანხები ან მოეხმარებინა ტელეკომპანია მაესტროსთვის, მან განაცხადა რომ საჭიროა ტელეკომპანიაში შტატების შემცირება და ეგრეთ წოდებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება, რაც ბუნებრივია მიუღებელი იყო მაესტროს დამფუძნებლებისთვის. მიხვდა რა თუ რა საშიშროების წინაშე იდგა ეროსი კიცმარიშვილი, რომ მას უკვე მოპარული გაფლანგული ჰქონდა ეს თანხები, გადაწყვიტა მისთვის ჩვეული თაღლითური ხერხებისთვის მიემართა და სარწმუნო წყაროზე დაკმობით შეეკრა რა ხელისუფლებას დაგეგმა დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ ტელეკომპანია მაესტროში შეჭრა და იმედიურის სცენარის გათამაშება. ბუნებრივია რომ ეროსი კიცმარიშვილი მაესტროს ღობეზე გადაძრომას და ტელეკომპანიაში შეჭრას არ გაბედავდა თუ არა მისი წინასწარი ალიანსი გარიგება ხელისუფლებასთან. რისი ნათელი მაგალითიც არის ტელეეთერში გასული კადრებით, თუ როგორ აძლევს ეროსი კიცმარიშვილი მითითებებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და უშუალოდ მის უფროს, ვინსად უნდა განლაგებულიყო, ასევე თუ როგორ ასრულებდნენ მის ბრძანებებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ჟურნალისტების არ შეშვებასთან დაკავშირებით. მოცემული მტკიცებულებები გვაძლევს დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ ეროსი კიცმარიშვილი ჩავარდა რა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ხელისუფლებასთან გარიგებით მოინდომა უკვე მოპარული ფულის უკან დაბრუნების გამორიცხვა და უფრო მეტიც დამფუძნებლების და კონკრეტულად მაკა ასათიანის მიერ ინვესტირებული ფულით შეძენილი ქონების დაპატრონება და მითვისება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეროსი კიცმარიშვილს 2010 წლის აგვისტოდან არც ერთი თეთრი არ დაუხარჯია ტელეკომპანია მაესტროში. უფრო მეტიც მისი მივლინებების ფულიც კი მაკა ასათიანის მიერ იყო დაფინანსებული, რაზეც მას მიეცა არაერთი ზეპირი გაფრთხილება, თუმცა მან ეს არ შეისმინა და დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს საკითხის განხილვა იურიდიულ ჭრილში გადაიტანათ, რაც განხორციელდა კიდეც 2011 წლის 11 ნოემბრიდან დამფუძნებლებს და ტელეკომპანიის ადვოკატების მიერ ეროსი კიცმარიშვილს გაეგზავნა არაერთი წერილი, სადაც მას მოითხოვა მის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულების სრულად შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა ხეშეკულების ვადაზე ადრეს შეწყვეტა, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით 25-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. ასეთი ვადა ამოიწურა დღეს, რომ აფხის ხელშეკრულება ვადაზე არის შეწყვეტილი. ნაცვლად იმისა, რომ მას დაეწყო დავალიანების გადახდა და მაესტროს წინაშე ვალდებულებების შესრულება, მან დანაშაულებრივი გზითსა და მაესტროს მფლობელობაში არსებული ქონების დაუფლება, ეთერის გათიშვა და სხვადასხვაგვარი ქსელების გაბნით არსებული ფინანსური ვალდებულებებიდან ფულბაცაცულად თავის დაძღვენა. ხდებოდა რა თავისი კრახის წინაშე იდგა, ეროსი კიცმარიშვილმა რამდენიმე თვით ადრე გააკეთა განცხადება კოტე გოგელიას ქართული პარტიიდან დარეწვის თაობაზე, რაც აბსურდია, რადგან კოტე გოგელია არ არის საქართველოს მოქალაქე და ბუნებრივია ვერ იქნებოდა რომელიმე პარტიის წევრი. შემდგომ გააკეთა განცხადებები ტელეკომპანია მაესტროში სუბიექტურ აში მის თითქოს დაგროვებული უფლებების თაობაზე და უფრო მეტიც შევიდა რა ალიანსში ხელისუფლებასთან უკანონო ქმედებების განხორციელებით, ღობეზე გადაძრომით და ტელევიზიის შენობის დაკავებით შეეცადა ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას. ბუნებრივია ამ თამაში ორივე მხარე, ეროსი კიცმარიშვილი და ხელისუფლება მიიღებდა თავისას. ეროსი აიცნობდა ფინანსურ ვალდებულებებს და მოპარული ფულის უკან დაბრუნების ვალდებულებას, ასევე მიიღებდა ახალ თანხებს ხელისუფლებისგან, რაზეც გაუვლიდა კიდევაც მას, ხოლო ხელისუფლება ირიბად შენიღვით მიაღწევდა ტელეკომპანია მაესტროს მაუწყებლობის პარალიზებას. თუმცა ბატონმა ერასტიმ ვერ მოახერხა დავალების შესრულება, რის გამოც აღმოჩნდა უკიდურეს მძიმე მდგომარეობაში. მაესტრო გადის ეთერში, უფრო მეტიც მინდა განვაცხადო, რომ რამდენიმე დღეში მას გაცილებით კარგი ოფისი ექნება, ვიდრე ჰქონდა, ასევე დაიზრდება საშტატო ერთეული და ხელფასები და ტელეკომპანია აღიჭურებო უახლესი ტექნიკით. რაც შეეხება მღვარულ ჭორებს.
კი აქ თუ შეიძლება. რაც შეეხება მოვალულ ჭორებს ტელეკომპანიის შესაძლო დაკიდვის თაობაზე, მინდა სრული პასუხისმგებლობით გამოცხადო, რომ ტელეკომპანია მაესტრო არ აპირებს მისი აქტივების და სიხშირის დაკიდვას, რაც წარმოადგენს მაესტროს საკუთრებას და ეროსის კიცმარიშვილს არც ფაქტობრივი, არც იურიდიული და არც მორალური უფლება არ გააჩნია ამ საკუთრებაზე და მისი ნებისმიერი ფორმით განკარგვაზე არც ერთ სუბიექტზე და მსგავსი ტიპის განცხადებები რბილად რო ვთქვათ არასერიოზულია. ასევე გვინდა კატეგორიულად გაუსვათ ხაზი იმ გარემოებას, რომ არც მამუკა ლონს და სხვა დამფუძნებლებს ფინანსებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ და არ არის და მოგიწოდებთ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ თემაზე სპეკულირება. როგორც ხედავთ, ფულბაცაცა ეროსიმ გადაწყვიტა გადაიღო მისი დაფინანსებლები და ხელისუფლებასთან ალიანსში დანაშაულებრივი ქმედებების წყალობით გარკვეული გასამჯელოს სანაცვლოდ, საიდანაც ჩვენი ინფორმაციით ავანსის სახით უკვე მიღებული აქვს გარკვეული თანხები და ყოჩაღად ასრულებს ჭყალებში დაკისრებულ დავალებებს, გაითიშა ტელეკომპანია მაესტრო, თუმცა მინდა უთხრა, რომ მას და ყველა იმ ადამიანს ის ეხმარება და მომავალში დაეხმარება უკანონო ქმედებების განხორციელებაში. კანონის წინაშე მოეთხოვება პასუხი, ხოლო ბატონ ერასტის მოეთხოვება მოყარული ფულის უკან დაბრუნება, მასზე დარიცხული პროცენტებით და პირგასამტეხლობით. ამ ეტაპზე ეს არის, თუ ბატონი ერასტი არ მოიქცევა საკანონმდებლო ჩარჩოებში და უფრო მეტად გაამწვავებს არსებულ დავას, უფლებას ვიტოვებ, უფრო მეტი ფაქტები მივაწოდოთ საზოგადოებას მის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლის გამჟღავნებაზე ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. აი რა გამოიწვია სინამდვილეში ერასტი კიცმარიშვილის ყოფაზე გადაცემა და იმ დემაგოგიური განცხადებების გაკეთება, რომელიც მან გააკეთა.